ეს ყვა თუ დაინახა ივანიშვილმა კეწე იღებს. სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათლი მამა ქართული ოცნებიდან ვანის საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე სულ 2-1 და სულ 2 ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებს. პაიკიძეს კომპანია BP ჰესი დედაზე ინგა ადეიშვილზე აქვს რეგისტრირებული. მოვიდნენ ახლა ჩემთან რო ადგილი დარეგისტრირებული და ყველაფერი მქონდა მკითხენ ასეო უნდა შევიდეთო გეოლოგიური კვლევას ევიღებთო და კი უთხარი მაგი ხო საკუთრება არის მაგი ჩემი და მარტო ჩემი საკითხი კი არის ეგია სოფლის საკითხი რო ყველანაირად სოფელმა უნდა იმასწას ეგ გადაწყვიტოს რომ მე უდგები სოფელს წინ არა რაღაცა ვალთო გეოლოგიურ კვლევას ევიღებთო მე მაგაზოთ აფურთხასჭეთ მე ამეშველებას გვედა ყველაფერი იქნებაო და მეორე დღესვე ატყდა მე ისევლე ბუნტი და სოფელს დაუძახ ნახევარბაღი აღებულია და ნახევარია დარჩენილი ის არის ხო აქედან ხო აღერა დაბლა ხო შეიტანენ ახლა ამდენი ლოდები და იმ ლოდებს აქ ემნახავთ რა გარმოყრეს იმას და საძე ვიღო რა ვიცი პაიკიძემ ჰესების ასაშენებლად მძიმე ტექნიკა სოფელს მანამდე მიაყენა ვიდრე შესაბამის ნებართვებს და მოსახლეობისგან თანხმობას მოიპოვებდა კერძო მესაკუთრეთა მამაპაპისეულ ნაკვეთებში უნებართვოდ შეიჭრნენ და იქაურობა გადათხარეს ზუსტად ამ ადგილზე ცოტა ხნის წინ ხეხილი თხილი და კარალიოკი ედგათ მძიმე ტექნიკამ ეგრეთ წოდებული კვლევის არეალი პატრონს ასე დაუტოვა. გასაშენებელიც მეტი რაია სოფელში ზევით ბუნება გვაქვს ნაძვნარი არ ნახული. გააკეთე ეს შედალოცვილო. ხალხი გვერდში დაგიდგება, კურორტი მაგერ დანგრეულია. არ ევიღებ იმუშვის ფულს, ვიმუშავებ ხო სილამაზე იყო სოფელში. მეცა გასვერთია. ურაიმე დაემართოს და გასკდეს უბანი და სოფელი ცხოვრობს ამ კვეიდა. საუნდა წევიდეს ხალხება. და მაინც ჰესიო და სოფლის გარაბუგვაოდა რა ვიცი ბატონმა ჩვენი უბანი ანუ სადაც ესენ გზები გადმოყავთ ზემოდან ანუ წლების წინ 8 ოჯახი მასურად წაიღო მეწყერმა და იქ უკვე არ შეიძლებოდა რა მის მუშაობა ან ნაკვეთები რო დაემუშავებია ხალხს იმიტომ რომ მიწა ცოცავდა და გაუშვეს ტყე რა რომ ბუნებას შეეკავებია ეს მიწები ეხლა რა ხდება ეს სოფელი ეს მთა ჩვენ ამ სოფელს თავზე ადგას და ესეთი დიდი მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად შეიძლება წამოვიდეს მეწყერი რაზეც გვეუბნებიან რომ გეოლოგიურად ვამოწმდა რომელმა გეოლოგმა უნდა თქვას ის რომ აქ რაღაც საშენება შეიძლება როცა ჩვენი თვალით ხედავთ რომ მიწები მიდის სახლები დაბზარულია გზები დახსნილია ბეტონის გზები სადაც აგია დაცილდა ერთმანეთის გზები და არის ასეთი სიტუაცია მეორე რაც შეეხება მდინარე რომელიც სოფელს ეს სილამაზე აქვს ჩვენ სოფელს რომ დინარე გვაქვს საკურორტო ზონაა სასმელი წყლებიც ანუ საიდანაც ახლა მაგენს მოყავს შეიძლება წყაროებიც დაშრეს აქეთ თბილი წყალი ამოდის კიდე რაღაც სამკურნალოდ იყენებენ ამ წყალს ესენი ყველაფერი დაშრეს კალმახი განადგურდება და რავი ჰაერი შეიცვლება კლიმატი სულ სხვა რაღაცას გვიპირებენ და ანუ წინააღმდეგი ვართ ამ ყველაფრის გვინდა შედად ვიცხოვროთ ჩვენ სოფელში და გვიყვარს ძალიან ჩვენი სოფელი მერაბ დვალიშვილამდე სულ 2 სახელი მისმა კლიმატურ-ბალნეოლოგიურმა კურორტმა გაუთქვა. მისი მდებარეობისა და მინერალური წყაროების გამო წარსულში საკმაოდ პოპულარული იყო. სოფელი თავის მომავალს მიტოვებული სანატორიუმების გაცოცხლებაში, ტურიზმში ხედავს. ამიტომაც ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა ერთიანად გამოვიდა. ჰესები მათთვის თერმული წყაროების დაკარგვისა და მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეს შეიცავს. 70-იანებში დამეწყრილი სულ 2-დან 12 ოჯახი გაასახლეს. მე ვიყავი აქანი თუ რა ვიცი ვინ გაავოხრა. ასე გავოხრა მისი ოჯახი და განადგურდა. ამის გამკეთებელს ვერასდროს ვერ დავლეცა. დინარეს თუ ორი შესმა უნდათ, შესმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ დინარეს თუ ორი შეეშვან ბევრი ხალხის აწიოკდებოდა წეიღებდა შეყლაპავს წყალი და ზვავები. შეეშვან თუ არა სულოვერი ხალხი რომ დაჭირდა ყაჩაღიც იყო და უარესი ყაჩაღებია დღეს. უარესი ყაჩაღები იქნებიან რომ დაჭირდებათ. მის დღემში ასე მიდიოდი ეკალაპოთი და ხა შეეცვალოს კალაპოთი დინება და ქვეყნის ხალხი ჩაყლაპოს. ნაადრევოდ ერთიანად. არი მინდა ამიტომ. არც მე მინდა არც თქვენ გინდათ. გინდათ შვილო. ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ უფლებას რომ ჰესი აშენდეს სულორში.
რა უნდა დაგვჯაბნოს, ანუ უნდა გავწყიდოთ ჩვენი შვილები, მომავლები და მაშინ გადაგვასახლოს, გამოვიდეს და გადათხაროს სახლებიც და ყველაფერი გადაატრიალონ. თუ ასე ყველაფერი მოხდება, პროექტი ჰესების კასკადისთვის მცირე ზომის 16 და 18 მეტრის სიგრძის კაშხლების მშენებლობას ითვალისწინებს. დინარის წყალს 7 კილომეტრის ფოლადის მილსადენში მოაქცევენ. გამომუშავებული ენერგიის ქსელისთვის მისაწოდებლად 17 კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დასახლებულ პუნქტზე გაივლის. იმხელა გავლენას არ მოახდენს ჩვენ ენერგო დამოუკიდებლობაზე, რამხელა ზიანსაც მოგვაყენებს, ხო? ეს არა თითქმის არაფერს არ ნიშნავს. და რატომ მიდიან ამხელა რისკზე, რომ სოფელი რაღაც საფრთხე შეუქმნან ამ 1.8 მეგავატისთვის, აი ეს ხო არაფერს არ წყვიტავს რა ქვეყნისთვის. 2 მეგავატამდე არ ჭირდებაო ხალხის, ესე იგი, თანხმობა, ხალხთან კომუნიკაცია არ ჭირდება და ალბათ ამიტომ უფრო ცდილობენ 2 მეგავატამდე ვაკეთებთ ეხლაო, რომ შემპარავად მე დაამატონ ალბათ, გამიგე, რომ ხალხთან არ კონდეთ კომუნიკაცია რა და თუ კი კარგ საქმეს მიკეთებ, პირიქით ხალხთან უნდა კონდეს ხო კომუნიკაცია, ხა მეუბნები რომ კარგ საქმეს გიკეთებ, მოდი, მაშინ და მელაბარაკე, ხო?